დავიწყოთ იმაზე საუბრით, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ახლა რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრებოდით სოფიო სიგუას და მასთან წერდით ინტერვიუს, დაახლოებით რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოსცემდა ხმოვან სიგნალს პეიჯერი, რაც ადვოკატის განმარტებით და მათ შორის სოფიო სიგუას დადასტურებითაც არის დარღვევა. სოფიო სიგუა ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი არის ნერვების ომი და არ გამორიცხავს მათ შორის იმასაც, რომ მისი ყოფილი მეუღლე ამ ფორმით ცდილობს, რომ მანიპულაცია მოახდინოს და გარკვეული ტიპის მორალურ ტერორში ამყოფოს, რაც შეეხება გუშინდელ ფაქტსა და მოვლენას. რამდენიმე ვერსია აქვს სოფიო სიგუას. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად შესაძლებელია მისი დაბადების დღის მოსალოცად ურეკავდა ყოფილი მეუღლე. ამბობს იმას, რომ არ უპასუხა და ყისიერად გათიშა მაშინ, როდესაც ზარი შემოვიდა მის ტელეფონზე. არის მეორე ვერსიაც, რომ პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა იოსებ სიგუა და აქედან გამომდინარე მან მიიღო გადაწყვეტილება ზარის გათიშვასთან დაკავშირებით. ამბობს, რომ არ აქვს მასთან კომუნიკაციის სურვილი და მის პასუხისმგებლობასაც იაზრებს კანონის წინაშე. ცხადია, ჩვენ დავუკავშირდით მეორე მხარესაც, იოსებ სიგუას ადვოკატი გვეუბნება, რომ გარკვეული ტიპის მიმოწერის შემოწმების დროს აპლიკაცია WhatsApp-ში მან განახორციელა ზარი შემთხვევითობის პრინციპით სოფიო სიგუასთან. მას დაეჭირა ხელი, როგორც თავადვე ამბობს მისი ციტირება, რომ მოვახდინოთ, ამიტომ ეს არის მთავარი არგუმენტი მეორე მხარის შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ეხლა შემოვიდა სოფიო სიგუას ზარი. თუ შეიძლება შემაკავებელი დარღვეულია და აღარ შემიძლია მე ამდენში ცხოვრება უკვე. მოძალადეს აქ სამაჯური და მირეკავს. თუ დავინახე ზარი ეგრევე გავთიშე. ანუ იმიტომ რომ არ მაქვს მე მასთან საუბრის უფლება. მე რომ მისთვის მეპასუხა შეიძლება აქ ჩემი პასუხისმგებლობაც დამდგარი იყო და აქედან გამომდინარე ეგრევე გავთიშე და დავრეკე 112-ში. დავაფიქსირე ეს ყველაფერი, რომ მოძალადემ დაარღვია შემაკავებელი და მას მესამე პირით გამოსვლის უფლებაც არ აქვს. მე უკვე მოდის პოლიცია, ყისიერად ძალიან სწრაფად, მაგრამ ამბობს, რომ ალიბად დაურეკია ასევე იოსებ სიგუას ადვოკატს, რომ მე და იოსები ვიყავით ერთად. ვამოწმებდით მის WhatsApp-ს, რომელიც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ გუშინ მტკიცებულებები იყო 200 გვერდამდე, ძალიან დიდი, ახლა ზუსტად რა დავკონკრეტდე, სადაც WhatsApp-ის მიმოწერების სკრინები იყო. მან შესამოწმებელი აღარაფერი არ არის და აქედან გამომდინარე ეს არის დიდი სიცრუე. ეფარება გვაზავას, გვაზავა იღებს იმ პასუხისმგებლობას, ალიბს, რომ თითქოს ერთად იყვნენ და ემოწმება, რომ მას მოძალადეს ჩემთვის უბრალოდ შემთხვევით არ უნდა დარეკვა, მაგრამ შემთხვევით მოვკალი, შემთხვევით არ უნდა და გასაგებია. ეს არის ჩვეულებრივი ის ტექსტი, რაც ბევრ დანაშაულის დაფარვის დროს დამნაშავე აკეთებს და აი აგრესორი არის ახლოს მის ეკრანზე წელი. ანუ 600 მეტრი გვაქვს დაფარვა, ეხა ზარი გუშინდელი, ეს აი ცოტა მოგშორდა, ანუ 600 მეტრი დატოვა მან. მაშინ, როდესაც ძალაში დატოვა მეორე ინსტანციამ ისეთი მნიშვნელოვანი დაცვის მექანიზმი, როგორიც არის ელექტრონული სამასჯური, ცხადია შემაკავებელი ორდერიც ჩვენი რწმენით უნდა იყოს ძალაში, იმიტომ რომ შემაკავებელი ორდერი ბევრად უფრო სუსტი მექანიზმია, ვიდრე ელექტრონული სამასჯური. თუმცა შემაკავებელი ორდერის დარღვევაც დაფიქსირდა გუშინ. ცხადია, ეს უნდა გამოიძიოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც დასაწყისშივე აღნიშნა, ჩვენ მოვისმინეთ სოფიო სიგუას ადვოკატის პოზიცია. მან თქვა, რომ პროცესის შემდეგ, მაშინ როდესაც სოფიო სიგუასა და სოფიო სიგუას მიმოწერას ეცნობოდა სკრინის გაკეთების მიზნით, თავად დაეჭირა და გადმოერეკა. როგორც სოფიო სიგუა ამბობს ამ ვერსიის, არც ჯერა ის ფიქრობს, რომ იოსებ სიგუა მისსავე ადვოკატს ალიბად იყენებს და ტყუილს ათქმევინებს იმის გამო, რომ საკუთარი დანაშაული დაფაროს. მე შეგახსენებთ, რომ შაბათს 12 საათზე გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, დატოვებს თუ არა ის ძალაში შემაკავებელ ორდერს, რომელიც გამოწერილი აქვს იოსებ სიგუას. სოფიო სიგუას აქვს მოლოდინი იმისა, რომ როგორც თავად ამბობს, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და ეს გადაწყვეტილება დარჩება ძალაში.